მოგებით. გთავაზობთ არხი აღმასვლას ვიდეოს, სადაც იხილება თემა კავშირები ამოუცნობ ობიექტებს შორის უკრაინ, ისრაელთან, პალესტინასთან და უცხოპლანეტელების შემოჭრასთან სხვა ქვეყნის უკაცრავად სხვა დროშის ქვეშ. სხვისი დროშის ქვეშ. ესე იგი, გავიმეორებ და უცხოპლანეტელების შემოჭრასთან სხვის დროშის ქვეშ. მაიკ სალას ეს არის არხი, ეს აღმასვლა მაიკლ სალას არხი, დამასხავს სტუმრად ჯონი დეუზა და ის მიესალმება მას. სალა ეუბნება, რომ მოხარული ვარ, რომ შენ დაბრუნდი. ჯონი პასუხობს, რომ ჯონი ხვდის მადლობას, სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. მაიკლ სალა ეუბნება ჯონის, მე ვიცი, რომ შენ გაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, ხალხი დაინტერესებულია შენი წარსულით, შენი კავშირებთან ფებერთან, მაგრამ მე ჩავიხედე შენ ტინგში დამატებითი დასახელებით დამატებითი ცნობები და იქ ნახე, წავიკითხე, როდესაც თქვენ იყავით 9 წლის, ყოფილა ბევრი ცდილობა თქვენი გადაცებისა, რომელშიც მონაწილეობდა 4 რუხი უცხოპლანეტელი, რომლებიც ცდილობდნენ თქვენ გადაცებას და ისინი რაღაცას აკეთებდნენ, რაღაცას უკეთებდნენ თქვენ ოჯახს. შენ არ გინდა ჩვენ მოგვიყო ამით ძიძე? როგორი გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა შენზე? როდესაც მე ვიყავი მაგ წლის, მაგ დროს ვიყავი ნიუ-იორკში, მე ვიყავი მარტო სხვა მოწმეების გარეშე. მე ვფიქრობ, ამას აქვს მნიშვნელობა, როდესაც ისინი მასი იქცევიან. მე კი ვუყურებდი ცას ორი მაღალი შენობებს შორის. ჩემ თავის ზევით გამოჩნდა ამოუცნობი ფრინავი ობიექტი და ეს იყო უზარმაზარი და ქვევით ამ ხომალდს ჰქონდა რაღაც მოძრავი სინათლეები, ნათურები, მსგავსი მაგვარი და ეს ხომალდი დაეშვა პირდაპირ ჩემზე, უბრალოდ დაეშვა პირდაპირ ჩემსკენ. შემდეგ მე ვიგრძენი, რომ ამ პროჟექტორის სხიმა როგორ შეიჭრა ჩემ ორგანიზმში. ეს სხივი იყო მოლურჯო მომწვანო ფერის პროჟექტორივით. ის გავიდა ჩემს მიღმა. მე ვარაუდობ, რომ მან სკანირება გაუკეთა ჩემ ორგანიზმს და იღებდა ინფორმაციას, როგორც მე გავიგე სხვა მოწმეებისაგან, იმის შემდეგ რაც რომელთანაც მე მქონდა საუბარი, რომლებიც იყვნენ მოწმეები ამ პროჟექტორების ნახვის, ამ უცნობი აპარატის ნახვის მოწმეები. შემდეგ მარცხნივ ჩემგან გამოჩნდა კიდევ ერთი ამოუცნობი აპარატი, რომლის სხივები იყო მიმართული ორ ქალბატონზე, ახალგაზრდა ქალბატონზე და როდესაც მე აღმოჩნდი ყურადღების ცენტრში, მათ დაიწყეს ყვირილი, მითხრეს პატარა ბიჭო, ჯობ შენ გაიქცე სახლში. ეს ისტორია არის ჩემ ტინგში დამატებითი განზომილებები და შემდეგ მაგათმა წაიყვანეს ის გოგოები და მე გამოვედი ამ მდგომარეობიდან. თითქოს მაგათმა მე გამომახვიძეს. მე გამოვედი ამ პროჟექტორის მოქმედების ამ პროჟექტორიდან, გამოვედი, ესე იგი, ამ პროჟექტორის შუქიდან. შემდეგ ელომ შეიცვალა გეზი და ეს მან ისე დაიწყო აწევა და იმალა ღრუბელში, შავ ღრუბელში, რომელიც იყო ზევით და გაქრა ამ ღრუბელში. შემდეგ თვითონ ღრუბელი გაქრა და ჩვენ შევდელით ნახვა ვარსკვლავების. ერთი კვირის შემდეგ მე ვარაუდობ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მაგათმა შეაგროვეს,
მათთვის იყო სასიამოვნო და ერთი კვირის შემდეგ ჩემ მშობლების სახლში ჩემთან ოთახში მოვიდა ადამიანების ჯგუფი და მე ვივარაუდე რომ ისინი იყვნენ პატარა ბავშვები იყო ღამის 3 საათი და მე გამომეხვიძა ჩემ ლოგინში ისინი შემოვიდნენ ჩემ ოთახში და მანიპულირება დაუწყეს ჩემს სხეულს მე ვიყავი დაძაბული რაღაც მიზეზით ოთახი შეიცვალა მე გავხდი მაგარი როგორც ზაფა და მათ დაიწყეს ჩემი აწევა თან ხელები ეკიდა თავზე და ფეხებზე უბრალოდ ჩემი აწევა დაიწყეს თავით და ფეხებით და მე ვიყავი გელით დატომბული ბუშტივით მაგასთან დაიწყეს ჩემი აწევა ზევით და შემდეგ თვითონაც დაიწყეს აფრენა ზევით ამ სიცარიელეში იქ არაფერი არ იყო მაგრამ ისინი მაინც იწევდნენ ჭერთან მე ვხედავდი როგორ მიახლოვდებოდა მე ჭერი შემდეგ ისინი მე შევეჯახე ჭერს და მივარტყე შუბლი მათ უდოდათ მე როგორ თქვა მათ უნდა ჩემი ჭერში გატარება რადგან თვითონ ისინი ადვილად გადიოდნენ ჭერს მაგრამ მე ჭერში ვერ გამიყვანეს და მათ დამწიეს თავის უკან შემდეგ მათ შეეცადნენ მეორედ ამის გაკეთება და ესა იყო რამდენჯერმე მე კი არ გამომდიოდა ჭერში გავლა მე მომეჩვენა რომ მათ გამოვყავა რამ სტუპურიდან რომ მე ვიყავი გამაგრებული ესე იგი ამ მდგომარეობიდან გამოვყავდით და მე მახეთქებდნენ ჭერს მე შევდელი გამეკეთებია კისრის მოძრაობა კისრით და ჩემი აზრი რაც მომივიდა მე პირველად იყო ის რომ შეიძლება მე ყოფილიყავი მკვდარი და შეიძლება ჩემი სხეული ისე ვიწვა ჩემ ლოგინში ამიტომ მე შემოbrunდი და კისერზე წავისვი მას ისე ძლიერად რომ როგორც კი შემეძლო უყურებდი ქვევი არა მე ლოგინში არ ვიტეხი იყო უბრალოდ არეული ლოგინი და ეს ხდებოდა სინამდვილეში მე ვივარაუდე რომ მე ვიყავი ჩემი ფიზიკური სხეული შემდეგ მაგათმა დაიხედეს ქვევი და ნახეს კიდევ 200 არსება რომლებიც ნახვა მე შემეძლო მთლიანად რადგან ვიმყოფებოდი საძინებელში რომელიც იყო გააყოფილი საძინებლიდან რომელშიც ძინავდათ ჩემ მშობლებს შედი მეორე კარში და ეს კარი იყო მთლიანად ღია და მე შემეძლო შემეხედა ჩემი მშობლების საძინებელში იქ იყვნენ ჩემი მშობლების საძინებელში კიდე 2 არსება რომლებსაც უბრალოდ ეკავათ ხელების სატურის ზევით ჩემი მშობლების სატურის ზევით ეტყობა ჩემ მშობლებს არაძლევდნენ საშუალებას დაეძინათ ჩემ მშობლებს ჰქონდათ ისეთი გამომეტყოლება თითქოს შიშით სავსე გამომეტყოლება და გაუფლიანდნენ შემდეგ ზერით მე ზერა გავუყარე არსებას რომელიც იყო ყველაზე ახლოს ჩემთან და მან აწია თვალები 2 გვერდით გარ არსებებზე რომლებიც იდნენ ჩემ გვერდით და მან თქვა რაღაც თქვა შემდეგ მე ვნახე მათი სახეები და მე მივხვდი რომ ისინი ბავშვები პატარა ბავშვები არ იყვნენ რადგან მე ვნახე მათი შავი მრგვალი თვალები რომელიც მათ ჰქონდა თავებზე და მე მივხვდი რომ ისინი იყვნენ უცხოპლანეტელი არსებები და მან ახედა დანარჩენ ორს რომლებიც იდნენ ჩემ გვერდით და უთხრა მათ რომ მე გამოვიხვიძე და როგორც მან ეს თქვა მე დავეცი როგორც სავსე მეშუკი კარტოფილებით სავსე მეშუკი როგორც კარტოფილით სავსე მეშუკი მე დავეცი ქვევით ჩემ ლოგინზე და ისევ დამძივდი და ისინი გაქრენ შემდგომშიც მოხდა რამდენჯერმე ასეთი რაღაცეები მაგრამ ეს მომენტი იყო ჩემი პირველი გამოცდილება რომელმაც დაამტკიცა რომ პარანორმალური მოვლენები სინამდვილეში ხდება და ეს რეალობაა ჩემ მშობლები ცდილობდნენ ეს ამბავი დაემალათ ჩემ მშობლებს არ უნდათ რომ ვინმე მით უმეტეს მათმა შვილებმა მათ შვილებს დაიწყოთ საუბარი უცხოპლანეტელებზე
მათ უნდათ გაეგოთ, რომ ვინმეს მათთვის ეთქვათ, რომ ეს იყო დემონური შეტევა, მათ არ უნდათ გაეგოთ იმისი, რომ ისინი იყვნენ უცხოპლანეტელები, მათ უნდათ რომ ისინი ყოფილიყვნენ დემონური არსებები. ჩემი მშობლები იყვნენ რელიგიოზური ხალხი. ისინი მიეკუთვნოდნენ ძალიან რელიგიურ ჯგუფს და ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო სულიერი დემონური შეტევა და ამას არ ქონდა არანაირი კავშირი რაღაც უცხოპლანეტარულ მოვლენებთან, არსებებთან და ასე შემდეგ. ისინი ამ ამბავს მალავდნენ, რადგან არ უნდოდა, რომ ჩვენ რაიონს გაიგოთ ეს ამბავი, რა მოხდა ჩვენ სახლში და ისინი ცდილობდნენ მოემზადათ ისტორია გასამართლებელი, რომ თავი გაემართლებიათ და ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩემს ძალიან და მე იმოქმედა ჩემი ცხოვრების პროფესიის არჩევაზე, რადგან მე გადავწყვიტე, გამხდარიყავი გამომძიებელი. მაიკ სალა ეუბნება ჯონის. ხო, ეს ნამდვილად ძლიერი გამოცდილება იქნებოდა შენთვის, მით უმეტეს თუ გაითვალისწინებ რა მოხდა სინამდვილეში და უფროსები ცდილობდნენ ეს ამბავი დაემალათ. ამ ყველაფერმა რასაკვირველია შენზე გავლენა მოახდინა და გაითულა გავლენა მოახდინა შენ პროფესიის არჩევაზე. ჯონი ამბობს, რომ როდესაც მე და გავხდი ფებერის აგენტი, ჩვენ მაგათმა მოგცენ რაღაც დრო, რომ ჩვენ შევჩეულიყავით ამ მდგომარეობას და ნენელად გამაგრებულიყავით ჩვენი პრაქტიკით, უბრალოდ რაღაც პერიოდი მიუციათ ამათვის, ასე ვთქვათ, შესავალი პერიოდი, სანამ ესენი დაიწყებდნენ სრულიად სამუშაოს ფებერში. ჩვენ გვაძლევდნენ მთელ დღეს ფსიქოლოგიურ ტესტებზე, გავრკვეულიყავით ფსიქოლოგიურ ასპექტში რა ხდება გარშემო, ჩვენი ცნობიერების, რა ხდება ჩვენ ცნობიერებაში და დარწმუნებულიყავით უნდა, რომ ჩვენ კარგად ვართ, წესებში ვართ. და ყველა კითხვებზე მე პასუხობდი, რომ წამს, მჯერა, ამოუცნობ აპარატები რომ არსებობს, უცხოპლანეტელები რომ არსებობს, საერთოდ ყველაფერი მჯერა, მე ვაღიარე და მოგვიანებით ფებერის დირექტორმა გაიგო თუ მე ვინ ვიყავი სინამდვილეში და რით ვარ დაკავებული და ის მან მიმართა ფსიქოლოგიურ განყოფილებას და მას დაუსვეს მრავალი პარანორმალური შეკითხვები და კიდევ მე მესმის ხმები. ხმების მენა ეს არის უბრალო მეთოდი, თუ გინდა კანდიდატის დისკვალიფიცირება, რადგან ფებერში არ უნდათ ისეთი აგენტების ყოლა, რომლებსაც ჯეროდათ ელეოსი და უცხოპლანეტელების, მაგრამ ალბათ შენ იცი რომ მე ხმები არ მესმის, მე აღვიქვა ხმებს და ეს სულ სხვა ამბავია, სულ სხვა და ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამო ისინი იყვნენ განევლანებულები. ადრე ადამიანებს, ვისაც ჯეროდათ პარანორმალური მოვლენების ძალიან უადვილდებოდათ გამხდარიყვნენ ფებერის აგენტებად, მაგრამ ახლა ეს უკვე მასე არ არის და ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც მე შევეჯახე, როდესაც ფებერში დავიწყე მუშაობა. შენ იცი რომ ეს სხვა პრობლემებიც გამიჩნდა, რომლიდან გამომდინარე მე გავხდი კანდიდატი პარანორმალური მოვლენებთან, რომელიც მუშაობს პარანორმალურ მოვლენებთან და მაგათ ისინი ამის ქვეშ გულისხმობდნენ პრობლემებს. ისინი ამ საკითხებთან დაკავშირებულ სამუშაოს მაძლევდნენ მე, რომ მე მემუშავა მათთან
ჯონი ამბობს, რომ ეს უცხოპლანეტელელი არსებები სინამდვილეში მართლა უცხოპლანეტელი არსებები არიან. ნამდვილი NLO ფინალური ამოუცნობი ობიექტები ხდება ძალიან ნაკლებად. ეს აპარატები სინამდვილეში სხვა პლანეტებიდან არ არის. არც კოსმოსიდან არიან, არც სხვა გალაქტიკებიდან. სინამდვილეში ეს საფრენი აპარატები, ეს ამოუცნობი საფრენი აპარატები არიან. Вот откуда они взялись, но это не... აი საიდან მოვიდნენ ისინი, მაგრამ ეს მასი არის. ისინი არ არიან ფიზიკური არსებები. ის კი არა აპარატები, რომლებიც ჩვენ გვაცირებდა, უბრალოდ ჩვენ გვერდით დაფრინავდა, სინამდვილეში არ არიან ფიზიკური ობიექტები. სინამდვილეში ეს არის პლაზმა და ეს ნებადართულია. მათ აქვთ უნარი ტრანსფორმირების, ისინი გარდაიქმნებიან აირებიდან სინათლიდან ისევ აირად იქცევიან, აგრეთვე გარდაიქმნებიან სხვა ნივთიერებად და პლაზმა ეს არის ყველაზე საუკეთესო საშუალება აღწერო ეს მოვლენა. ასე რომ ეს ნამდვილი უცხოპლანეტელი სტუმრები ისინი არიან სხვა განზომილებებიდან, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს და არანაირი საერთო არ აქვს უბრალოდ ჩვენ სივრცესთან. ამიტომ როუზველტის ავარია იყო ფალსიფიცირებული. ეს იყო სრული სიცრუე. სინამდვილეში ეს იყვნენ არსებები ჰიბრიდური ტიპის. ეს ჰიბრიდული არსებები იყვნენ შექმნილი და ეს ჰიბრიდული არსებები იყვნენ იმ ვითომ მთებში. ისინი იყვნენ შექმნილი არსებები, მაგრამ ისინი არ იყვნენ ფიზიკურები. კი, ისინი იყვნენ შექმნილი ფიზიკურ სხეულებად, მაგრამ ისინი არ იყვნენ ნამდვილი უცხოპლანეტელები. ხომალდ როუზველტში და ეს იმიტომ, რომ თვით ხომალდით როუზველტის ავარიის ადგილას არ იყო უცხოპლანეტალური NLO-ს არ ეკუთვნოდა. ეს იყო რაღაც ისეთი, რაც იყო შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენ დაგვეჯერებინათ თითქოს NLO არსებობს. ხო, ამით მათ უნდა დაემტკიცებიათ ხალხისთვის, რომ უცხოპლანეტა ამოუცნობი საფრენი აპარატები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ რუსულად NLO-ს, არიან ფიზიკური სხეულები, ფიზიკურად არსებობენ და ის ჰუმანოიდები, რომლებიც ჩადრეს ამ აპარატში, თითქოს ისინიც არიან ნამდვილი უცხოპლანეტელები და არსებობენ ფიზიკურადაც, რეალურად. და ჰოლივუდის დახმარებით ჩვენ გვარწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი მასია, რადგან ჰოლივუდი იღებს კინოებს და ხალხს შთაბეჭდილება ექნება, რომ ეს სინამდვილეა, მართლა არსებობენ, მართლა ფიზიკურ ფორმაში არსებობენ საფრენი აპარატები და მართლა ფიზიკურად არსებობენ უცხოპლანეტელები. ეს უცხოპლანეტელები ჩვენ არ გვაქვს, მათ უფრო მეტი გარეგნობა აქვთ სულიერ სამყაროსთან, ვიდრე ჩვენ ფიზიკურ სამყაროსთან. კაბალას უნდა გაიგოს თუ რას ნიშნავს არასივრცეთა მოვლენები. მათ უნდა ჩვენ რომ გავიგოთ, რომ უცხოპლანეტელები აზროვნებენ სხვანაირად ვიდრე ჩვენ, რაც სინამდვილეში მართლა არის სიმართლე. ჩვენ აგრეთვე შევამჩნიეთ ეს ყალბი უცხოპლანეტელების სხეულები, რომლისგან ამბობენ, რომ ისინი არიან უცხოპლანეტელები. მე მინდა თქვენ მოგიყვეთ იმ გამოძიებაზე, რომელიც ტარდებოდა 2012 წელს, როდესაც დოქტორი სტივენ გრირი იყო პირველი, რომელმაც წარმოადგინა გიპოთეზა, რომელმაც წამოაყვანა არსება ატაკამი. ეს არსება ატაკამა, რომელიც იყო წარმოდგენილი 2012 წელს და ეს იყო 6 დიუმის პატარა არსება, რომელიც იყო წარმოდგენილი როგორც ნამდვილი არსება. ამ არსებას ჰქონდა უცხოპლანეტარული გარეგნობა
მედიამ გააკეთა ის, რასაც საერთოდ აკეთებენ, მაგათმა არა სწორად ახსნეს ეს ამბავი, თქვით, რომ ეს არის უცხოპლანეტელი სინამდვილეში და შემდეგ დოქტორ სტივენ გრერმა ჩამოიტანა ეს არსება სტენფორდში, სამეცნიერო ფაკულტეტში, სტენფორდის უნივერსიტეტისა. მე უნდა ვაღიარო აუდიტორიის წინაშე, რომ მე ვარ მეცნიერების მტერი. ფაქტიურად, მეცნიერება, რომელიც ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს, არის რელიგია. რაც სინამდვილეში არ არის. მუსლიმური მეცნიერება იყენებს მეცნიერებას არა იმისთვის, რომ რაღაც ცოდნები მიიღოს. არა იმისთვის, რომ ჩემი და თქვენი ცოდნები გააფართოვოს, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი ცოდნები შეზღუდოს. Эта конференция продолжит. Так или иначе, это была ошибка. И поэтому он... გამოდიან ზოგიერთები, რომლებიც ამბობენ, რომ მეცფრინავი აპარატები, რომლებიც დაფრინავენ, არ შეიძლება იყოს ჩვენი, რადგან არის იმის ჰიპოთეზა, რომ ამ ხომალდებს უშვებენ ფიზიკური ადამიანები ფიზიკურ მიწაზე. არსებები, რომლებიც გამოაგზავნეს პერუდან, იყვნენ ნამდვილად რეალური არსებები და როდესაც მათ სინამდვილეში გადაუღეს, გამოკვლევა ჩაუტარეს, მათ ორგანიზმში იყო შიდა ორგანოები და ეს იყო ის კითხულება, რომ ისინი ნამდვილად რეალური არსებები იყო და თან ამ არსებებს უწოდებენ მუმიებს, უცხოპლანეტებისგან გაკეთებულ მუმიებს, რომლებიც მოვიდა პერუდან, გამოაგზავნეს პერუდან. მე ვუთხარი მათ, ბიჭებო, თქვენ თუ ამათ გააგზავნეთ ამ ლაბორატორიაში, რომელიც აქვე შტატში არის, არსებობს, თქვენ მოგცემთ ცრუ პასუხებს. რადგან ამ ლაბორატორიებმა ყოველწელს უნდა გაიარონ ლიცენზირება და თუ ისინი იტყვიან, რომ ეს მუმიები არ არიან ადამიანები, არამედ არიან უცხოპლანეტელები, ისინი დაკარგავენ ლიცენზიას და ვერ შეძლებენ მუშაობას. ამიტომ ისინი იძულებული არიან მისცენ ცრუ ჩვენებები, გააკეთონ ცრუ პასუხები, დაწერონ ცრუ პასუხები. თქვენ მოგიწევთ იმ ლაბორატორიების გამოყენება, რომლებიც არ არის. ესე იგი, რომლებიც არის ამერიკის საზღვარგარეთ, თუ გინდათ სწორი პასუხები მიიღოთ, რადგან სხვა ქვეყნებში სამეცნიერო სტრუქტურა ისე არ კონტროლდება, როგორც ამერიკაში. მაგრამ ჩემ ნათქვამს გაუკეთეს იგნორირება და ამ მუმიების ყველა ნაჭერი, ყველა ქსოვილი უკაცრავად გააგზავნეს ამერიკის ლაბორატორიებში, ყველა მიმართულებით. და ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მე ვთქვი. უცხოპლანეტელი არსება, რომელიც ნახეს ატაკამაში, ჩილიში, ჩილის ტერიტორიაზე, მე არ ვარყოფ, რომ არც ვამოწმებას ვარყოფ, რომ ის არის ან უცხოპლანეტელი, ან არ არის უცხოპლანეტელი, მაგრამ მე მაგას ვამოწმებ, რომ ის არის კანონიერი სიცოცხლე დედამიწაზე ცხოვრები წარსულში, ჩილის ტერიტორიაზე, ატაკამაში. რუსეთშიც იყო აღმოჩენილი ასეთი არსება 90-იან წლებში. ეს არსება იყო სიმაღლეში 12 დიუმი და ცხოვრობდა რუს ბებიასთან მის სახლში, რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში. მაიკ სალა ეკითხება ჯონის, მე მაინტერესებს თქვენი თვალსაზრისი რამდენიმე ესე იგი უცხოპლანეტელების რამდენ ტიპს აღიარებ თქვენ, რომლებიც აღწერილია მაჯესტიკის წიგნში. ჩვენ გვაქვს სკრინშოტი, მაიკ სალა აჩვენებს სკრინშოტს ჯონის, რომელშიც აღწერილია უცხოპლანეტელების 4 ტიპი.
აი ეს დოკუმენტია, ეს სკრინშოტია. ეს არის მაიკ სალა და ეს არის ჯონ სენდფორდი. და ეს 4 ტიპი იყო არამიტერი ჰუმანოიდები. შეიძლება აქ ჩვენ ვისაუბროთ ინსექტოიდებზე, რეპტილოიდებზე და ასე შემდეგ. ჯონი ამბობს, რომ ყველაფრის ინტერპრეტაცია შეიძლება თავისებურად. კატეგორია A-ში, რაც მიეკუთვნება კატეგორია A-ს, კატეგორია A-ში არის ჩამოთვლილი ისეთი ჰუმანოიდები, რომლებიც ეკუთვნიან მიწიერ დონეს. ისინი მოფრინდნენ კოსმოსიდან, ამბობს ჯონი. მაიკ სალა უდასტურებს, დიახ, ისინი მოფრინდნენ კოსმოსიდან. რაც შეეხება რუხებს, ისინი არიან მუშა ცხენების მაგვარი არსებები. ყველა უცხოპლანეტურ კულტურებში ისინი გაბარიან ადამიანებს, მაგრამ ფიზიკურად სხვადასხვანაირები არიან. უმრავლესობა ან შეიძლება ზოგიერთი მათგანი არიან ძალიან საშიშები. ისინი არსებობენ სხვა მჭიდროებაში ან სხვა განზომილებაში, რომელიც განლაგებულია ჩვენი სივრცის მიღმა. ისინი არ იყენებენ ხელსაწყოებს და არ მოგზაურობენ კოსმოსში. ეს არსებები წარმოადგენენ სუფთა ენერგიას, გონების სუფთა ენერგიას. ფაქტურად ეს ნიშნავს არსებების გამოყოფა დამატებითი განზომილებებიდან სხვა კატეგორიაში, რომელიც განსხვავდება არადამიანური არსებებისგან. მე მჯერა, რომ ყველა უცხოპლანეტალური არსებები ეს არის არსებები, რომლებსაც შეუძლია ტრანსფორმირება. მე გეტყვით, რომ ინსექტოიდები, რეპტილოიდები და კიდევ სხვები ბნელი არსებები არიან ფიზიკურები. მე მჯერა, რომ მათ შეუძლია ტრანსფორმაცია და ისინი მოგზაურობენ აქ დედამიწას. მე მჯერა და უმრავლეს ადამიანსაც ჯერა, რომ რეპტილოიდები, როდესაც მოდიან აქ, არიან ტრანსმორფული არსებები და როგორც წესი На самом деле им приходится занимать физическое тело, которое... მათ უწევთ მიიღონ ფიზიკური სხეულის ფორმა, რადგან იყოფებიან აქ. 1987 წელს არიზონაში, სადაც ცხოვრობდა სიდ გრეიდი, იყო ერთ-ერთი ჩვენი მოქალაქე ტრევისი, რომელიც აიყვანეს სამუშაოდ. იმ დროს ის იყო ძალიან ახალგაზრდა, ის იყო მიახლოებით 20 წლის, მაგრამ ის აიყვანეს კოსმოსურ ხომალდზე, რომელიც მოგავდა პლაზმას, განათებული ნათურებით და ასე შემდეგ, და ის იყო მიახლოებით 60 ფუტი დიამეტრში და ის აღმოჩნდა იქ. Что корабль не знал о нем, и они... შემდეგ ის მოხდა ამ ბორძზე და ხომალდზე არითონენ ეს, რომ იყო ბორძზე და აფრინდნენ და როდესაც ეს ხომალდი აფრინდა, მოხდა რაღაც ელექტრომუხტი და სასიკვდილოდ გაიმეტა ეს ბიჭი და ის დავარდა მიწაზე. ეტყობა მაგათმა გაიგეს ამის შესახებ, ისინი დაბრუნდნენ უკან, აიყვანეს ეს ბიჭი ბორძზე და ჩააცეს მას რაღაც ხელსაწყო, რომელსაც უნდა მოიყვანა გონებაზე ის. მას ჰყავდა 3 ურუხი, რომლებიც განაგდა მაგიდის გარშემო და ცდილობდნენ ამ ბიჭის დატევას ამ მაგიდაზე, რომ დახმარებოდნენ. ბიჭი უკვე მოვიდა გონებაზე და სიკვდილში ის იყო ცოცხალი, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ ის დიდხანს სწავლობდა ამ ხელსაწყოსთან ერთად, რომელიც იყო განლაგებული გულმკერდზე. ამიტომ ცდილობდნენ დაეჭერათ ეს ბიჭი, ხელებით ეჭერათ, რომ არ ამდგარიყო. ამიტომ მან გადაწყვიტა დამდგარიყო აგრესიული და მან დაიწყო ზედატოვა რუხებზე და რუხების შიშით გაიქცნენ. რუხები გაიქცნენ და ხომალდის სხვა სექციაში გაემართნენ. Что, по-видимому, говорит о дополнительном измерении. რაც მეტყოლებს დამატებით განზომილებაზე. ხომალდის შემთხვევით გაიხო იმ რეგიონში, რომელიც იყო უზარმაზარი როგორც ღია სტადიონი, რადგან ამხელა იყო ფართობი ამ ხომალდზე. ის ხომალდი უზარმაზარია, ძალიან უზარმაზარი.
და მე რა ვივარაუდე, ეს ამიარცება ბოლოს და ბოლოს დაგვიბრუნდა ჩვენ. წლებისმა რო დაამთავრა ბოდიალი, შემოიარა ყველაფერი და გაიარა ამ უსამართლ სტადიონებზე, ის დაუბრუნდა საერთო ზონას, რომ შეეცადა გაეგო თუ როგორ უნდა გასულიყო აქ ადგილიდან. და ის დაბრუნდა იმავე ზონაში და იქ მას დახვდა სამი არსება და მისკენ წავიდნენ და ეს რუხები იყვნენ ჩრდილოელები, იყვნენ ჩრდილო ევროპიდან, ისინი იყვნენ ძალიან დიდები. იქ იყვნენ ორი მამაკაცი და ერთი ქალბატონი და ისინი იყვნენ ძალიან დიდები და ისინი მოძრაობდნენ როგორც რუხები, მაგრამ ახლა ისინი მათ შეეძლოთ დაეჭირათ ის ბიჭი და არ გაეშვათ. მაგიდა იყო ფართო, რადგან ისინი იყვნენ ასეთი დიდები. მე რაც უთხარი წლების იქიდან გამომდინარე, რომ მე მომეჩვენა, რომ ეს არსებები იმყოფებოდნენ სხვა განზომილებებიდან, რადგან ისინი არიან ფიზიკურები მხოლოდ დროებით, თუ ისინი საერთოდ არსებობენ, მათ აქვთ საშუალება უნარი შეიცვალონ გარეგნობა და მე მჯერა, რომ ის ჩრდილოელები, რომლებიც ბოლოს და ბოლოს შეიჯახენ წლების და დაიჭერეს, მიამბეს მაგიდან, მაგრამ შეიძლება ისინი იყვნენ იგივე რუხები, რომლებიც გარეკა წლესმა. ისინი დაბრუნდნენ სულ სხვა ტანსაცმლებით. შემდეგ მათ შეძლეს ეს ბიჭი დაებრუნებინათ იქ, საიდანაც ის მოვიდა. ყველა მიწის ტექნოლოგიაზე ხმის გადაცემა ტვინში. ეს ტექნოლოგია გამოიყენება ყველა სახელმწიფოში, ალბათ დიდ ქალაქებში, არ ვიცი განვითარებულში რა ხდება, მაგრამ განვითარებად ქვეყნებში რა ხდება, მაგრამ დიდ ქვეყნებს ნამდვილად ექნება ეს ტექნოლოგიები. მაიკ სალა ამბობს, რომ მინდაო ერთი მაგალითი მოვიყვანო ბიბლიიდან, როდესაც აბრამს უნდაო თავისი შვილის ისააკის შეწირვა. ჯონ, შენ იცი, ვისი ხმა ესმოდა მას? კი, ის აპირებდა თავისი შვილის ხვებლად მოტანას და მას ესმის ეს ხმა. და სხვა ხმა ეუბნებოდა, ყველაფერი რიგზეა, შენ ყველაფერი კარგად გააკეთე, არ ინერვიულო. გესმის, აქ ლაპარაკია ორ ხმაზე. ერთი ხმა მოგავდა თუ არა, ღმერთმა თუ არა სიახვეს. მოვიდა მეორე ხმა და ეუბნება მას, არ ქნა ეს. და ეს მეორე ხმა, რომელმაც შეაჩერა ეს შეწირვა, ალბათ იყო მისი მაღალი მეს წარმომადგენელი. ჯონი ლაპარაკობს, ხო, როგორც ჩვენ ვიცით, აბრამს უბრძანეს ისააკი აიყვანა და შეეწირა. ნებისმიერისთვის, ვისაც სწამს ღმერთის დათვლის, რომელშიც ჭეშმარიტია, არა, ღმერთი არის, იცავს თანარიგს. ეს იყო ერთი ხმა, რომელიც მოვიდა აბრამთან და უთხრა, დაემტკიცებინა მისი რწმენა. აბრამმა იცოდა ერთი რაღაცა, რაც იცოდა ღმერთმაც, რომ მისი შვილი ხაზით დაებადებოდა ნაცია, რომელიც იწამებდა ღმერთს მთლიანობაში. მან დაეხმარა. Самое непонятное заключалось в том, зачем მან ხელი შეუშალა აბრამს, რომ შვილი მოეკლა, მაგრამ თავარი ისა თუ რატომ უნდა ეთხოვა მას სხვები მოეტანა. სხვები შეეწირა. ჯონი ამბობს, რომ ეს იყო გამოცდა აბრამის რწმენის გამოცდა. მე მგონია ღმერთი იყო ელოჰიმი, იახვეს მამა. შეიძლება მე არ დამეთანხმოს არავინ. უკაცრავად ეს არხი ლასხარშენია კი არ ყოფილა. ეს ყოფილა არხი, არა, მაიკ სალას სასაკურებია თავისი არხი აქვს, მაგრამ აქ აწერია ვიდეოზე კანალ раскрытие. ხო და ამ არხს ვინც შექმნა არხი ლასხარშენია, გადმოუწერია ეს ვიდეო და გაუსაღებია თავისად. ამიტომ ბოდიშ გიხდით. ბიბლიაში ნახსენებია, მაიკ სალა ამბობს, ბიბლიაში არის ესეთი ადგილი, სადაც ნახსენებია გოგი და მაგოგი. ესე იგი, ეს წინასწარმეტყველება იმაზე, რომ იქნება ომი ისრაელის წინააღმდეგ. კაბალას სჭირდება მესამე სამამულო ომი. რადგან მათ უნდათ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს სამხედრო კომპლექსი,
მაიქსელ ამბობს, რომ გოგი და მაგოგის სახელები არის რუსეთის სახელი და სხვა ქვეყნის სახელი, რომელიც არის თუ მდგომარეობაში. მე მგონი ეს არის რუსეთი და თურქეთი, გოგი და მაგოგი. როდესაც ისინი შეასრულებენ წინასწარმეტყველებას, მათთან იქნებიან სხვა ქვეყნებიც. ხოლო მაგაში არ არის საქმე. ჯონი ამბობს, საქმე იმაში კი არა, რომ ებრაელები რაღაც ამდაგვარი ხალხია. კი, ებრაელები იყვნენ რჩეული ხალხი, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ ჯერა რომ ისინი რაღაცით დგანან ვინმეზე მაღლა, ან უკეთესები არიან ვიდრე სხვები. უბრალოდ მაგათ ექნება კავშირი ღმერთთან, რაღაცნაირი თვილი კავშირი ღმერთთან და ქრისტესთან ბოლომდე. ებრაელებს არასდროს არ გაანადგურებენ ბოლომდე და ჩვენ დარწმუნდით, რომ ეს მასია. არსებობს ქვეყანა ზომით ნიუ-ჯერსი, რომელიც გარშემორტყმულია 100 მილიონი არაბით, რომლებიც მათ ვერ იტანენ და დღემდე ვერ შეძლენ მათი განადგურება და იქ ხდება რაღაც სასწაული, რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით ამობთან დაკავშირებით, რომელიც ფართოვდება ახლო აღმოსავლეთში. ეს არის მესამე სამამულო, ეს არის სამამულო ომი. სამამულო მეთქი უკაცრავად ეს არის მსოფლიო ომი. ბევრმა ადამიანმა არ იცის ეს, მაგრამ ამ დღეებში მოხდა. აი რა, არ ამგონია რომ ამაზე ელაპარაკათ ახალ ამბებში. სამხედრო ფლოტი, ამერიკის სამხედრო ფლოტი ახლახან ჩადირა რამდენიმე ირანული გემები პერსიიდან და ეს მოხდა ამ დღეებში და ეს გავს იმას, რომ მაგათმა ჩაძირეს ბევრი თავისი გემები. არავინ არაფერი თქვა ამასთან დაკავშირებით, ასე რომ მოდის მსოფლიო ომი. მაპატიეს, მაგრამ მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და ეს უკვე მოხდა და შემთხვევლებს შეთქმულებს ზუსტად უნდათ მესამე მსოფლიო ომი. თუ ისინი თავისას არ იზამენ, დაიწყება მსოფლიო ომი და მაგათმა მოსინჯეს ძალები უკრაინაზე, უკრაინა და რუსეთს შორის. მათ უნდათ ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა, უпростоრად თითქმის ყველაფრით შევერთებოდით ამ სიტუაციას, მაგრამ ჩვენ ამაზე არ გავიყიდეთ. მაგათმა ანკეზე არ წამოეგენ, არ გამოვიდა ისე, როგორც მათ უდოდათ რუსულ-უკრაინული ომთან დაკავშირებით და მაგათმა გახსნეს ახალი ცხელი წერტილი ისრაელში, ისრაელ და პალესტინას შორის. ეს შეეხება ყველა ამერიკელებს და ამ შემთხვევლებს და კაბალას ზუსტად ამის იმედი აქვს. ალბათ შენ გაგიგონია ხეზბოლაზე და ხამას ომაზე, პალესტინელები მანიპულირებენ ყველა. იმედია, ჩვენი ხალხი არ წამოგიბიან ანკეს და არ დაიჯერებენ, რომ ეს გააკეთა ირანმა, ირაყმა, ხეზბოლამ და ასე შემდეგ. აქ არ დაიჯეროთ, რადგან ბევრი გამოფხიზდა, ბევრმა გამოიხვიца და იციან, რომ ეს კონფლიქტები უკრაინა და რუსეთ შორის და პალესტინა და ისრაელ შორის ხდება ბრალია სიღრმეული სახელმწიფოს